ადამიანი, რომელიც მუდმივად მზად არის რაღაც ახალი ისწავლოს, მასში იუპიტერი აქტიური არის. შეიძლება ორი ადამიანი ავიღოთ ერთნაირი ასპექტებით იუპიტერის და ერთი ის იუპიტერს ეძინოს, მეორე იყოს ძალიან, მოდი ესე ვთქვათ, მოხდილი. შეგიძლიათ დააკვირდეთ თქვენი იუპიტერის ენერგიას, რომ აი ეს კი მე გაფართოება მინდა, მე რაღაც ცოდნის მიღება მინდა, მე სულ რაღაც ახალი მაინტერესებს, ან ადამიანი, რომელიც ძალიან ჩაკეტილია, ყველაზე ნეგატიურად. იუპიტერი ლილითი თუ ერთად არიან, მეცხრე სახლი შავი მთვარე, ან შვილდოსანი შავი მთვარე. ორი უკიდურესობა, ან სულ რაღაცა სწავლობენ, ოღონდ უგონიათ, რომ არ არის საკმარისი იციან და ცოდნა რაღაცა დიდი ესეთი დრამა არის მათთვის, მიუღწეველი, ამ დროს არიან მანდ, ოღონდ გონიათ, რომ არ არიან, ან მეორე უკიდურესობა, საერთოდ ჩაკეტილი. არაფერი არ აინტერესებს. ფსიქოლოგიურ ფაქტორში იუპიტერს ვიყენებთ როგორც რწმენა, ოპტიმიზმი. სად მაქვს მე ოპტიმიზმი, რომ ყველაფერი კარგად გამოვა, ხო? თუ არის აქ პირიქით ნეგატიური პლანეტები, სატურნი მაგალითად, შეიძლება იყოს პესიმიზმი. არა, აი რაღაცა ზღვარი არსებობს სატურნის შემთხვევაში. ამის იქით ან არ მინდა, ან არ იქნება. იუპიტერი პირიქით ბევრია ყველაფერი, იქნება ოღონდ აი ძალიან უკვე ფსიქოლოგიურად რო შევხედოთ, ეს არის შინაგანი გადიდება ყველაფრის მეგობრებო და ხშირად იუპიტერს ძალიან ბევრი ნეგატივის მოტანაც შეუძლია. აი ამაზე არ არის ხოლმე დიდად აქცენტირება გაკეთებული. და მაგალითად არის ასპექტები, თუ არის ან მზე, უფრო მზესთან გამოკვეთილად ნეგატიური ასპექტი იუპიტერის, რომ ადამიანს ჰქონდეს განცდა გაადიდოს თავისი თავი. თავისი მნიშვნელობა გაადიდოს. მე ძალიან მაგარი ვარ, მე ყველაფერი შემიძლია. მე უპირობოდ ისედაც უნდა მაქებდნენ, ვუყვარდე. ცოტა ნარცისული ტიპაჟი შეიძლება იყოს. აი, გადიდება, საკუთარი ეგოსი, საკუთარი შესაძლებლობების, ან მე მეკუთვნის ისე რა, რომ არაფერი არ გავაკეთო. მაგის სიღრმეში ძალიან დიდი თვითკრიტიკაც არის რაღაც დონეზე, მაგრამ ამის მეუხედავად, მაინც ახასიათებს იუპიტერს გულუხვობა, გახსნილობა, აი შეუძლია ადამიანს უბრალოდ აი თავის რესურსები გაანიავოს, იქნება ეს ფინანსური, ემოციური იქნება, შეიძლება ბევრი ემოცია ჩადოს. იუპიტერიანელი მეგობრებო, ხშირად იცინის, ხშირად ბედნიერი შეიძლება იყოს, ხშირად გამზიარებელი შეიძლება იყოს, ან პირიქით, არის აქ უკვე მეორე მხარე, ჩრდილოვანი მხარე იუპიტერის, პოზიტივში თუ შევხედავთ, ეს ანიავებს რესურსებს, ან პირადს, ან ემოციურს. მეორე მისი ნეგატიური მხარე შეიძლება იყოს პირიქით, რომ ადამიანი იყოს სერიოზულად ზუნწი, სერიოზულად მომხვეჭელი, რომ აქეთ მე მინდა ყველაფერი.